ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად. ასე. ან სულაც ასე. მადიანად. მოკლედ ერთი არაჩვეულებრივი მადის მქონე, ჩვეულებრივი გაუთხოვარი ქალი გასტრონომიული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. თუმცა მოუყვეთ თავიდან. ჩვენი გმირი თავის არც ისე საინტერესო ცხოვრებას აბსოლუტურად მარტო, უფრო ზუსტად მზრუნველი ადამიანების გარეშე ატარებდა. ამიტომაც ის დამოუკიდებლად უმკლავდებოდა ცხოვრებისეულ პრობლემებს და არანაირ შრომას არ თაკილობდა. სარჩოს მოპოვების მიზნით ის საწვდომ ადგილებში მოიპოვებდა. მართალია ეს ის ადგილები არ იყო, სადაც მაინც და მაინც მაღალხარისხიანი პროდუქტები იყიდებოდა, მაგრამ რას იზამ, საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო. ხო და ჩვენი გმირიც მაქსიმალურად ცდილობდა თავისი საყვარელი საქმიანობით დღეში 4-ჯერ მაინც დაკავებულიყო. თუნდაც არც ისე საყვარელი ატრიბუტების დახმარებით. მართალია მან თვითონ იცოდა და ხშირად ტელეეკრანიდანაც ახსენებდნენ, რომ უხარისხო პროდუქტებით კვება საშიში იყო. მაგრამ შეხსენებებისა და ცოდნის მიუხედავად, მისი კვების რაციონი ვერ იცვლებოდა. ეს ისე, სხვათა შორის. ასე სხვათა შორის და ერთფეროვნად ცხოვრობდა ჩვენი გმირი. მანამ, სანამ მის ცხოვრებაში არ გამოჩნდა ის მამაკაცი, რომელმაც მის მიმართ სითბო და ყურადღება გამოიჩინა. რის შემდეგაც ჩვენმა გმირმა უფრო მეტი ყურადღება მიაქცია თავის გარეგნობას და აღმოაჩინა, რომ მისი ვიზუალური მხარე დღითი დღე უარესი ხდებოდა. ჩვენმა გმირმა ნაკლოვანებების დაფარვა ჯერ მაკიაჟით, მერე კი ხალხური მედიცინის საშუალებებით სცადა, მაგრამ უშედეგო. სხვათა შორის ჩვენმა გმირმა უსიამოვნა. დიახ, უსიამოვნოდ კივილებით სიგრძნო. ბოლოს და ბოლოს არაჩვეულებრივი მადის მქონე ჩვეულებრივმა ქალმა ექიმთან მისვლა გადაწყვიტა. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ექიმთან ვიზიტის დროს გაირკვა, რომ ჩვენი გმირის ცუდად ყოფნის და საერთოდ გარეგნობის შეცვლის მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები უხარისხო პროდუქტებით კვება იყო. ანუ სწორედ იმ პროდუქტებით კვება, რომლის ყიდვის საშუალებაც ჰქონდა მას. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი გმირი საკმაოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. გადის წლები და საუკუნეები. იცვლება სამყარო და თქვენ წარმოიდგინეთ სამყაროს საზრდოც. საინტერესოა რითი საზრდოობს, ან რითი იკვებება დღეს მრავალჭირვარამ გადანახადი უნათმესი ერი ქართველი. პური, ჩაი. ხანახან თვეში ერთხელ ხორცი თუ რაღაცას მოყარეთ ხოლმე. ზეთი მაქვს ხოლმე, პური და შაქარი. და რა შუაში აქ ეს? ნუ დავწრილ მანდებით და უფრო ღრმად ჩავწვდეთ პრობლემას. ხომ არ ემუქრება ჩვენ სერს გადაშენების ან დაავადების საფრთხე. რა პროდუქტებს მიირთმევს? სწორად იკვებება თუ არა ხალხი? ამ და სხვა პრობლემებზე ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს გავესაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. მე მგონი სწორად ვიკვებებენ. ვცდილობ ხარისხიანი რომ ვიყიდო. შეძლებს დაგვარად. ხარისხს კი ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ სად არის მე ხარისხიანი? ხარისხიანს კიდე დიდი თანხა უნდა არის ხარისხიანი აქ რაიმე? მე მინახია, რაც იყიდება სუპერმარკეტში. შიდათ მინახია იგივე ისა, იყიდება ბაზრობაზე და იქ არის თანხა უზარმაზარი, იმ ბაზრობაზე ის არის. ძნელია მაგის გავტოვე, ასე რომ ვერ გეტყვით. ძნელი გასარკვევია და მაინც სწორი საკვების შერჩევა უცილებელია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც გარშემო ყველგან ფალსიფიცირებული ნაწარმი იყიდება. პირველ რიგში ვცდილობ თურქული არ შევიძინო, ვიცი რომ ნაკლებად ვარგისიანია და რა თქმა უნდა, ყურადღება მაინც ხარისხს ექცევა ვიდრე ფას. რა თქმა უნდა, თურქული არ უნდა იყოს, უნდა იყოს გემოვნებიანი და რა ვიცი. თქვენ საიდან ახართ? საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირას. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა. ამას ქვეყანა თუ ერქვა არ ვიცოდი. სადაც ისევე როგორც ყველაფერი საკვებიც ხარისხიან საკვებზე აქ საუბარი. ძნელად იშოვებოდა. ხალხიც რასაც შოულობდა, იმით იკვებებოდა. კაცო, დავიხოცოთ აბა შიმშილით?
და ყიდულობდა სამამულო თუ არასამამულო წარმოების პროდუქტებს. ეს ის პროდუქტები არაა სპეციალურად განვითარებადი ქვეყნებისთვის რომ აგზავნიან? ხალხს კი შიოდა და ყიდულობდა ყველაფერს, მაგალითად ვაშლს. მოიცა, მასში ხომ ნიტრატებია. ყიდულობდა ძეხვს. მოიცა, ის ხომ ღვიძლს შლის. მერე ყიდულობდა კარტოფილს. მოიცა მეთქი, მავნებელია. ყიდულობდა ფქვილს. ვიმე, ეს ფქვილი თურმე იმპოტენციას იწვევს. და ბოლოს იბნეოდა არჩევანში. კაცო, ვეღარ გავიგე, ამოვიკეროთ პირი თუ? დაბნეულმა ადამიანებმა ხარისხის ნიშნის ცნობა და სერტიფიკატის მოთხოვნა ისწავლეს. შეეშინდა გამყიდველს და ვეღარ გაასაღა თავისი ნაგავი. ასე დაბნეულები სამაგიეროდ კუჭ გაკაჟებული. ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს უჩიოდნენ მადას. ძალიან არამადი საღმძვრელი სიუჟეტის დასასრული. მოცლილი მეცნიერები ამბობენ, მე-17 საუკუნეში დაბადებული ადამიანი ჩვენს დროში რომ აცხოვრო და კარგად გამოყვებო, აუცილებლად მოკვდება საკვების მოუნელებლობით, ავიტამინოზით ან რაღაც სახის ინტოქსიკაციისგანო. მათ ამ ტრაგიკული აღსასრულის წინასწარმეტყველების საბაბს ის პროდუქტები აძლევთ, რომლითაც ჩვენ ვიკვებებით დღეს. თურმე პროდუქტებზე დამატებული შხამ ქიმიკატებიც რომ გამოვრიცხოთ, ფლორა და ფაუნა ისე ყოფილა დაბინძურებული, რომ ძალიან მოდურ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ, ეკოლოგიურად სუფთა საკვების მიღება შეუძლებელი გამხდარა. სამაგიეროდ მოწამვლის შიშის მიუხედავად, საკვები პროდუქტების რეალიზატორების ნაკლებობა არ იგრძნო. იმიტომ რომ ჭამა ადამიანს, განსაკუთრებით კი ქართველს, ძალიან უყვარს. მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა, თენდება თუ ღამდება. მაგრამ ამ ბოლო დროს თენდება თუ ღამდება, იმაზე ფიქრი გვიხდება, სიამოვნება როგორ შეუთავსოთ სარგებლიანობას. მოწამვლისგან თავდასაცავად 1000-ნაირი ხერხი შემუშავდა, სახელმწიფოსგან და მოქალაქეებისგანაც. მაგალითად, სახელმწიფო თავსდებს, რომ ბაზრის ტერიტორიაზე ნაყიდი და რეგისტრირებული საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქტი არაფრით არ მოგწამლავს, იმიტომ რომ ოფიციალურ დაწესებულებაში ოფიციალური ხალხი ამოწმებს საკვებს. უბრალო მოქალაქეებმა ამდენი და ამხელა პროცედურის ჩატარება ვერ მოახერხეს. ამიტომ ტერიტორიების და ქვეყნების მიხედვით დაახარისხეს მომწამვლელი და არამომწამვლელი პროდუქტები. ამ კლასიფიკაციით ქართულ მართალია არც ისე ლამაზად დაფასოებულ საქონელს მიენიჭა უპირატესობა, რადგან საქართველოში თურმე ძვირადღირებულ შხამ ქიმიკატებს გლეხები ვერ ყიდულობენ. ერთი სიტყვით, ქართველი ხალხის სწორკვებაზე მაქსიმალურად იზრუნდა თავად საქართველოს ბუნება და გაჭირებულმა ეკონომიკამ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რაც ყველამ იცის, სველი ხაზის საყოფაცხოვრებო დასკვნებიდან. და ასე იყო. აგზავნიდნენ უცხოელები პროდუქტებს. ეს მაპუტუს ტომელებს, ეს კამბოჯელებს, ეს კიდე ქართველებს. ამ უბედურებს ისე შეათ, რასაც გაუგზავნით, იმას შეჭამენ. ჩვენ კიდე რაგვენაღლება, თან ჰუმანური ხალხის სახელი გაგვივარდება და თანაც ჩვენს ექსპერიმენტულ პროდუქტებსაც გამოვწდით. აბა როგორ გინდა ბატონო, ეს ტონირების სისტემაა თუ რაღაცა გენების გადანერგვა, ხომ უნდა ვიცოდეთ რას მოგვიტანსო. მარწყში ბატონო ცივი წყლის თევზის გენებს შევიტანთ და ყინვას გაუძლებსო. რა მოხდა მერე მარწყს პატარაზე თევზის გემოც თუ ექნებ. სულ არაფრის გემოს კი ჯობია და მეტი რა გინდათო. ღორის ხორცში კიდე ადამიანის გენებს გადავნერგავთ. უფრო გემრიელი კი გახდება და ჩვენ რა გვენაღლება, კანიბალებად თუ გადაიქცევიანო. დაჭამონ ბატონო ერთმანეთი ჩვენი რამინის. პირიქით, ტერიტორიები გაგვითავისუფლდებაო. და აგზავნიდნენ ექსპერიმენტის მოყვარული ჰუმანური ამერიკელები ლამაზად შეფუთულ პროდუქტებს ჩვენისთანა გაუბედურებულ ქვეყნებში და მერე აკვირდებოდნენ ხალხს. ჩვენ ჩემო ბატონო ჯერჯერობით არსად გვეჩქარება და თუ რამე ახალს მოვიფიქრებთ კიდე, არც იმის გამოცდის არ შეგვეშინდება. მაპუტუა, კამბოჯა თუ რაღაცა საქართველო კიდევ კარგახანი მიირთმევს ჩვენგან გაგზავნილ მუქთან უგვარსო. და ვიცხოვროთ ასე შეხმატყილებულად კიდევ მრავალი წელიო. აბა
თქვენ ბოლო 25 წუთის განმავლობაში მათ სივარს მიაშურეთ და იქ ერთი ხარისხიანი პროდუქტი მაინც აღმოაჩინეთ, გიუეცებთ.